მოგესალმებით. მინდა გავწყოთ, რომ ჯგუფში დაიწყება ახალი რუბრიკა. კვირაში ერთხელ დაიდება გაშულებულ ადამიანთან ინტერვიუ. ჩვენ ინტერვიუს მიზანი არის ინფორმაციის მიტანა ყველა ოჯახში, იმის შესახებ, რომ ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ვიტყოდი, უფრო ხმამაღლა ეს არის ერის განადგურების მექანიზმი, რომელიც თურმე ჩაშვებულია მრავალი წლის წინ და შედეგებმა უკვე თავი იჩინა. სახელები და გვარები არ ჟღერდება, რადგან თემა არის ძალიან რთული და მძიმე მოსასმენი. ამ ადამიანებმა უკვე გაიარეს რამოდენიმეჯერ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური წნეხი და ჩვენ არ გვინდა მათ კიდევ ერთხელ მივაყენოთ ეს ტკივილი. ეს არის გაშვილების თემა, სამშობიაროში მკვდრად გამოცხადებული ბავშვების თემა, იზოლებით დატოვებული ბავშვების თემა, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს გვერდით. ისინი ცხოვრობენ ჩვენს გვერდით და ჩვენ არაფერი ვიცით მათ შესახებ. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ მოპარული შვილების მაძიებელ დედებს ვერავინ და არავინ დაგვეხმარება ამ თემაში ყველაზე გასასვლელად გარდა ჩვენი შვილების დატესტისა, გადავწყვიტეთ ერთად დგომით ჩვენი ემიგრანტების დახმარებით, მეორე მხრიდან მივუდგეთ საკითხს და დავეხმაროთ გაშულებულ ადამიანებს და მოგაწოდოთ მეტ ოჯახს ინფორმაცია, დაიტესტოთ მეტი ოჯახი, დაეხმაროთ, გადაარჩინოთ გაშულებული ადამიანები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რადგან ჩვენ ყველანი ერთ წრეზე ვბრუნავთ. მოგესალმები. გამარჯობა. მინდა მოგვიყვე შენ შესახებ. სახელს და გვარს შეთანხმების არ ვასახელებთ, რადგანაც ვიცით ეს რა თემაც არის და შენ გასული ხარ უკვე ბოლოში, იცი შენი ბიოლოგიური ოჯახი, გაქვს ტესტით დასტური. რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამ, რომ ყველა გაშულებულ ადამიანს დაეხმაროს შენი გავლილი ნაბიჯები, დაეხმაროს ფსიქოლოგიურად ის მდგომარეობა, რაშიც არიან ახლა და გამძლეობა რომ გქონდეთ, ხელი რომ არ ჩაიქნიონ, წინ იარონ და არ შეეშინდეთ ტესტის გაკეთება და დნმ-ის პასუხების დადება. პირველ რიგში შეგეკითხები, რა ასაკის იყავი, როდესაც გაიგი აყვანილი ხარ და რა იყო პირველი რეაქცია? მე გავიგე 16 წლის ასაკში და მითხრა გამძლემა დედამ. ეს ჯერ თავიდან ვერ გავიაზრე და არ დავიჯერე, მე შემდეგ იქვე ვკითხე, ეს სიმართლე იყო თუ არა და მან მითხრა, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო გითხარი, ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი საიდუმლო გაგიმხილეო. მეორე კითხვა წამოვიდა, რა თქმა უნდა, ვინ არიან ჩემი მშობლები. აი მაშინ უკვე მითხრა, რომ არ ვიცი, მაგრამ მან გაგებული რომ იყო პატარა. ეს ერთი ვარიანტი იყო, მეორე ვარიანტი, რომ მითხრა ბევრი შვილები ყავდა და შენ ვერ გაგზდიდა. ეს მეორე ვარიანტი. და იმის შემდეგ გამოვიხურე კარები სახლის და წამოვედი გავიქეცი, მივდიოდი და ხალხს ვუყურებდი, ყველა კაცი და ყველა ქალი დეჩემი, ან მამაჩემი მეგონა. ხეთრემლები მომდის, სიმხელა შოკი იყო და იმხელა ტრავმა მივიღე. რა მექნა. დავჯექი პარკში და ალბათ ჩემი აზროვნებიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ თან ფიქრობდი, რომ ის ხალხი, ვინ ჩემს გარშემო იყო, ჩემთვის არავინ არ იყო. არც სისხლის ნაცესავი, არც ნამდვილი ბიძები, არც ნამდვილი დეიდები, ეს იყო მართლა ძალიან რთული გადასატანი. დარჩი მარტო საკუთარ თავთან. დავში მარტო, ხო, მაგრამ მე მივხვდი, რომ დეჩემის გარდა მე სხვა აღარავინ არ მყავდა. მართლა ძალიან რთული ამ ყველაფრის მოყოლაც, მოსმენაც და ამ ყველაფრის გადატანა ძალიან რთული. ფსიქოლოგიური ტრავმა არის ძალიან 16 წლის ბავშვისთვის. და მე მივხვდი, რომ დაბნელდა და ვიხედები იქით და არსად არ მაქვს წასასვლელი. გარდა გაქცევა გინდა, ვერსად ვერ გარბიხარ და ებღაუჭები დედას. გარდა სახლისა და მივივარ სახლში. და всё. აი ჩაიკეტა ჩემი ეს ინფორმაცია გულში და ვერაფერს ეუბნები დედის გარდა, მაგრამ დედამ რაც იცოდა ის არა. აღარც დედჩებს ვეკითხები, იმიტომ რომ მას გული არ ვატკინა.
იმიტომ რომ მაგრამ მან ხო გითხრა რაც იცოდა. კი, რა ინფორმაციაც ჰქონდა. იცოდა, მაგრამ მას არ მან არ რეალური საიდან როგორ ანაირად, იმიტომ რომ მე არ ვიყავი სამშობიაროდან წამოყვანილი ბავშვი. მე ვიყავი საავადმყოფოდან წამოყვანილი ჩვილ ბავშვთა საავადმყოფოდან წამოყვანილი ბავშვი. თბილისში კი. როგორც ვიცოდი, ეს რო ვიყავი სადღაც მეოთხე სამშობიაროში დაბადებული. მაგრამ წამოყვანილი ვიყავი ჩვილ ბავშვთა საავადმყოფოდან, სადაც მუშაობდა დედაჩემის ახლობელი ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ არის ესეთი ბავშვი, რომელსაც არავინ არ ყავს. და იცოდა, რომ გოგო უნდა და წამოყვანდა და დავამატებ ამასთან, რომ მე მამა არ ყოლია. დედაჩემი გათხოვილი არ იყო. გაგზარდა გაუთხოვარმა ქალბატონმა. რამდენი წელი დაგჭირდა ბიოლოგიური ოჯახის კვალზე რომ გასულიყავი, რამდენი ტესტი, რა იყო ეს პერიოდი, რა სირთულეები იყო? დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა როდის გარდაიცვალა? შენ იყავი? 2000 და მე ვიყავი უკვე გათხოვილი და მყავდა ერთი შვილი. 2013 წელს დავიწყე და და სხვათა შორის არც გამჩენია სურვილი, რომ რაღაც სამეზე თვით ჩემმა მეუღლემ საერთოდ რა ხდებოდა საერთოდ. და 2018 წელს მე დავტოვეთ ქვეყანა, წავედით, ჩამოვედით და სხვათა შორის პრობლემების და გამო, ჩემი შვილის პრობლემის გამო, აი სწორედ ეხა იწყება ის, რაც ყველა მაყურებელმა უნდა გაიგოს და შეუშვას გონებაში, რომ ეს არის რეალური საფრთხე და იმის მაგალითი, რომ დადასტურებული არის უკვე ნათესაური კავშირები და ეს არ არის მითი და ეს არ არის ზღაპარი. არ არის მითი, არ არის ზღაპარი. რა მოხდა იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იყავით და პირველი ბავშვი გაჩნდა? პირველი ბავშვი უკვე 14 წლის იყო, რო წავედით პრობლემის გამო, მეორე წავდა. პატარა იყო და რო წავედით ერთ-ერთი ტომოგრაფის გადაღების შემდეგ პროფესორმა აი ესე უყურა ბავშვის ტომოგრაფიას თავზე ვამბობ და თქვა აი ესე მომდულდა და ნუ რა თქმა უნდა თარჯიმაის დახმარებით მეუბნება რომ თქვენ შორის სისხლის აღრევა ხომ არ მოხდა რა და აი მაშინ მქონდა შოკი ვერც გავიაზრე იმდენ შოკი იყო რომ ვერ მივხვდი რას მელაპარაკებოდა და პირდაპირ უთხარი არა არც კი მიფიქრია იმაზე რომ რაღაცა შეიძლება მომხდარიყო იმის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და 2021 წელს ჩემი გამოვითხოვე საბუთები აყვანამდე სახელი და გვარის და ხედავ გვარს რომელმაც მეორედ მიმაღებდა ძალიან დიდი ტრავმა აღმოჩნდა ის გვარი რომ რა გვარიც აქვს რა გვარიც აქვს ჩემი მეუღლის ოჯახის წევრს ჩემი სამწუხაროდ დაიწყე ძიება ჩაძიება დავიწყე გავიკეთე ჩემით გამოვიწერე ტესტი ჩემი ველოდი ძალიან დიდი ხანი ჩამოვიდა გავაგზავნე გამიფუჭდა ჩამოვიდა და მე უკვე ჩემშვილს მეორედ გავაგზავნე და მეორედაც გაფუჭდა და მე გავუკეთე ჩემშვილს იქ აირია იმიტომ რომ იქ უკვე ორმაგი ნათესაობა წამოვიდა და ეს უკვე ვერ მივხვდი მე საით უნდა წავსულიყავი ამიტომ უნდა გამეკეთებინა მე თვითონ თუ გავიკეთე გავაგზავნე ეს უკვე ამერიკაში გავაგზავნე პირველი გავაგზავნე ირლანდიაში იმიტომ ირლანდიის ტესტი ჩამომივიდა გავიკეთე გავაგზავნე და ჩამოვიდა მივიღე პასუხი და აბსოლუტურად ისეთი გვარები ამოვიდა რომ ჩემთვის ძალიან უცხო შორი ნათესაობა მე დავიწყე ძალიან ბევრი ვიკითხე ამ სეგმენტებთან ამ ნათესაობთან დაკავშირებით ამ დნმ-თან დაკავშირებით და ბოლოს იმდენად კარგად ვისწავლე რომ დღეს გაცნობიერებული პროფესიონალი ხდები ვინ და როგორი ნათესავი არის თვითონ იმ სეგმენტები და ხედავ ზუსტად 6 თვეში ხსნი ჩემ ანცესტრის შევდივარ ანცესტრიზე და ხედავ პირველ მეორე თაობა
452 სეგმენტი. აი მაშინ მივხვდი რომ უნდა მიმეწერა და უნდა გამოგვა მე მიყავ. რომ ეს იყო ძალიან ახლო ჩემთვის. და აღმოჩნდი ამ ქალბატონის დედის ძმის შვილი. იქ ერთი თაობა ამოღებული იყო და ის ერთი თაობა იყო დედაჩემის მამა, რომელიც არ იყო იმიტომ რომ არანაირი ასაკობრივი სხვაობა იყო და ამიტომ ამოიღეს. მეუღლის დატესტვის გადაწყვეტილება როდის მიიღეს? დატესტვის გადაწყვეტილება მიიღე იმის შემდეგ, რაც მინდოდა გამერკვია ხარეები, ჩემ ხარეს როგორი ნაცავი, რომელი ნაცავი დარჩებოდნენ და მეუღლის ხარეს რომელი ნაცავი და აი მაშინ გავწესდა მეუღლე და ჩემდა საუბედუროთ, არ ვიცი საუბედუროთ, ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს სახელს და ხედავ რომ ჩემი მეუღლე ჩემი ნაცავი. და შემდეგ ზუსტად 4 ტესტი დამჭირდა, არა 3 ტესტი დამჭირდა დეიდაჩემამდე მისასვლელად. გავტესტე დეიდა, ამოვიდა. სხვათა შორის იმ ქალბატონს დიდი მადლობა, ვინც მე დამეხმარა ქალბატონებს და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ისე არ შეიძლება. რა თქმა უნდა. უნდა დავეხმაროთ, რომ აი ეს არ მოხდეს და მე გავტესტე, უკვე დედაჩემი რო გავტესტე, საქართველოში არ იმყოფებოდა, წავედი საზღვარგარეთ. ავტესტე და ჩამოვიტანე და ზუსტად ამოვიდნენ ჩემი მეუღლე და დედაჩემი ნათესავებად და სიდიდრი და სიძე ნათესავები. კი, დიდი ბებია ბაბუის და ძმის შვილები. შვილთაშვილები, შვილიშვილები. ბავშვის დიაგნოზი რა არის? რეცეპციული ექსპრესიული მეტყველების დარღვევა და ასევე 3 კისტა თავში. 3 კისტა თავში. არაქნოიდური კისტები, ესე ქვია. რაც თურმე რასაც იწვევს ეს სისხლის აღრევა ინცესტი. არც ისეთი ახლო ნათესავები ვართ, მაგრამ მაინც ფაქტი სახეზეა. თავისი გააკეთა ყველაფერი. ძალიან მძიმე მოსასმენია. მით უმეტეს როდესაც ბავშვებზე გადადის ეს ყველაფერი. მე ღმერთს მადლობას წირავ, რომ მაინც გადარჩენილი ხარ და აი მინდა უთხრა მაყურებელს, როდესაც შენ უკვე ეს გაიგე და დაასუსტე. რა ემოცია გქონდა მაშინ? მითხარი ფიქრობდი თავის მოკლასო, ფიქრობდი ქვეყნიდან წასვლას, გაცილება ჩემ მეუღლესთან გაცილებაზეც ფიქრობდი. ხო, მაგრამ აზრი? ხო და მე რომ მივხვდი, აზრი აღარ ქონდა, უკვე გვიანი იყო. არ ცოდნა, არ ცოდვა არისო იტყვიან. ესე. თვითონაც ძალიან ბევრი ინერვიულა, მე არ ვიცი. წარმომიდგენია, აბა რა იქნება? არ ამბობს, მაგრამ მგრძნობ რომ არ ამბობს შენ რომ არ დაგანახოს. კი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგი ადამიანი გყავს გვერდით. ეს არ ყოფილიყო, მაგალითად, ამას ყველაფერს ვერ გადავლახავდი, იმხელა სტრესში ვიყავი. და მართლა გამიგო. და ყველა უნდა გავუგოს და ყველა ფსიქოლოგიურად უნდა მიუდგეს თავის მეუღლებს, შვილებს, აყვანის და ესე ყველა უნდა უთხრა. დასასრულს კი დავამატებ იმას, რომ თუ კი ვინმეს გონიათ, დღეს თქვენს ოჯახს არ ეხება გაშვილების თემა, არაკანონიერი შვილების თემა, მოპარული ბავშვების თემა, ძალიან ცდებით. თუ კი ვინმეს გონია, რომ გამოჩენილი დედმამიშვილი, ნახევარი და თუ ძმა დაეუფლება თქვენს ქონებას, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რადგან ქონების დატოვება ეს არის მშობლის კეთილის სურვილი. არავინ იცის ხვალ თქვენი შვილები ვიზე დაქორწინდებიან და როდის გაირკვევა, რომ თქვენ გაქვთ ნათესაური კავშირი, სისხლის აღრევა, გენეტიკური დაავადებები, რასაც მოყვება ძალიან სავალალო შედეგები. ამიტომ მოგიწოდებთ და გთხოვთ, დატესტეთ ოჯახში უხუცესი წევრები, დედის მხრიდან, მამის მხრიდან, დაეხმარეთ გაშულებულ ადამიანებს ბიოლოგიური ოჯახის და წარმომავლობის დადგენაში. გააკეთეთ ეს დღეს, რომ ხვალ მწარეთ არ დაგხვდეთ წინ თქვენი გულგრილობა. გენეტიკური ტესტის საფასური $45 ნამდვილად არ არის ის თანხა, რის გამოც ვინმეს ცხოვრება გავუმწაროთ, ზურგი ვაქციოთ, გავიმეტოთ ერთმანეთი, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი.